მაგრამ ძალიან საინტერესოდ განვითარდა ისტორია. იმ ვიდეოს ჩაწერის მერე დავიკარგე. და რაღაცა მომჩი ძალიან შემაშინდა. იმიტომ რომ გამდებოდა და ტელეფონი მიჭდებოდა. და მოგეცა გავაგრძელა. მოგეთ ტყეში ვარ ეხლა და მივყვები რაღაც გზას, რომელმაც უნდა ამიყვანოს მწვერვალზე. და იგავფედა თან ჯვარი. ხო და ნიშნები არის ამ ჯვრისკენ. მაგრამ რაღაც ადგილზე იყო ჩახერგილი რა. ხო და რო გადმოვედი ამ ჩახერგილი ხეები იყო ჩაწოლილი. რომ გადმოვედი მაქედან შეხარ ჩემი ბატონი გზა დავკარგე, იმიტომ რომ არ ჩანდა რა. მოშლილი იყო იმ ადგილსა გზა და გადმოვლახე ის იმხელა რაღაც, მაგრამ მაინც ვერ დავინახე და იმედით ახლა ზემოთ დავიწყე სიარული. ხო და აშკარად არ დავჩანდა ეს ბილიკი რა. აი ხაკაც ძალიან ჩახერგილია და ნამდვილად არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი. არ ვიცი. მარტო ამ გზაზე უნდა მივდიოდე თუ არ უნდა მივდიოდე. არა და აი მწვერვალთან ვარ ძალიან ახლოს. ხო და ვერ გადამიწყვეტია რა. სიფრთხილე გამოვიჩინო და დავბრუნდე უკან. თან უკვე საკმაოდ მალე დაღამდება. თუ რადგანაც ძალიან ახლოს მგონია რომ ვარ, ვეცადე რომ ავიდე. ორი ფაქტორია ხაკ. ერთი ის რომ შეიძლება მე მგონია რომ ახლოს ვარ. იმიტომ რომ სადაც ეწერა რომ 40 წუთია დარჩენილი 800 მეტრი 40 წუთი. აი ესე ეწერა და ვიფიქრე მეთქი 800 მეტრს 40 წუთი რა თუ უნდა და სწრაფად წამოვალ თქო და იმ ადგილიდან არც ისე შორს ვარ რა. ხო და თორე დაღამდეს ამასობაში და მე გზა ვეღარ გამოვიგნო. აი მაგ ფიქში ვარ, რომელი საათია ვნახო. ეს ჩახერგილი გზა გამოვიარე, გადაწყვეტა რომ წინ მაინც გავაგრძელო სიარული, თუმცა ჩემ თავს დავპირდი რომ თუ კიდე ერთი ესეთი საშიში მონაკვეთი დამხვდება, გზას აღარ გავაგრძელებ და დავბრუნდები უკან. მაგრამ რამდენადაც აზარტული ადამიანი ვარ, ესეთ საკითხებში თამაშებიც არ მიყვარს და ვერ შევდივარ აზარტში და არ მაინტერესებს. მაგრამ აი ესეთ რაღაცებში ვარ საკმაოდ აზარტული და მეშინია რომ არ შემეთრიოს. და ამიტომ ჩემ თავს პირობა დავადებინე ეგეთი. ეხლა ნიშანსაც ვეღარ ვხედავ. კეთი შველიძე. ხედავ და ვიღაც ადამიანები როგორ დაგაწიწკნიდნენ თემებს. ეხლა ეს რომ მე მგონი ეს გზა. მე მგონი აქ ძალიან დიდი ხანი არ მეყოფილა. იმიტომ რომ რაღაცა აქეთ კვალი არაფრის სულიერის აღარ ჩანს და ნიშანს თუ ვერ ვიპოვი ეხლა მე უკვე. ნიშანს თუ ვერ ვიპოვი მალე და არ დავწუნდები რომ სწორ გზაზე ვარ, ნამდვილად დავბრუნდები უკან, იმიტომ რომ ორმა ადამიანმა და სამმა ადამიანმა გამაფრთხილა რომ ისო არ დაიკარგო. მაშულები არ ყავსო. ხო და ვერ მოგზებნისო რა. მაგრამ დამამშვიდეს. და მე მაინც მოვდივარ თან მარტო. ასეთი უცნაური ქალბატონი გახლავართ. ანუ ვეღარ ვხვდები. კაი, წავედი ხა და დავბრუნდები. ესე იგი როგორც ჩემ თავს დავპირდი. კიდევ ერთ ჩიხში მოვხვდი. ანუ არა და ძალიან ახლოს ვარ, შეხედეთ აქ უკვე ჰაერი ჩანს. ანუ ის მწვერვალზე ვარ ფაქტობრივად. ხო და მაგრამ მოდი არ გავრისკავ რა. რა ეს ხო რაღაცა იმის გამო მინდა ასვლა რომ საბოლოო შედეგით დავტკბე. რომ აი ზემოთ ვარ და გადმოვხედო ამ იმას რა ქვია. მე თავს და თქვა და ვიფიქრო რომ აი რა მაგარი ვარ, მე რა გამოვედი და შევძელი. რაც ჩემს სახში ძალიან კაია. ძალიან გვიხარია ხოლმე ადამიანებს რომ ჩვენი შრომის შიშის გადალახვის არდანებების და მათერი ამ რესურსის ჩადების შედეგს ვხედავთ და ამ შემთხვევაში ჩემთვის იქნებოდა მეთაზე
ასვლა მთის მწვერვალზე და იქიდან გადამოცქერა და იქ ფოტოების გადაღება და მოკლედ სიდიჟე. მაგრამ მე მგონია რომ არ იღებს. მაგათ რო გავრისკო და უბრალოდ შემიძლია ვთქვა რომ აქ ამოსვლითაც სიამოვნება მივიღე. ძალიან ლამაზ გარემოში ვიარე. ულამაზესია, მართლა ძალიან ლამაზია. კიდევ აქამდე ხომ მოვაღწია და ეს სირთულეები ხო გადავლახე, ანუ მაგით ხო უკვე მაყოფილია. და შეიძლება სხვა დროს როცა უკეთ აღჭურვილი ვიქნები, მომზადებული და სპეციალურად წამოვალ, ხო ეხლა არ მქონდა დაგეგმილი რა ეს ექსპორტად გადავწყვიტა. ვიცოდი რომ ჯვარი იყო აქ და ჯერ ქვემოთ ვიყავი ვიწექი და მე მეთქი წავალ თქო რა არ მეგონა ეს რთული გზა თუ იქნებოდა, მეგონა რომ ბილიკი მოუყვებოდა. ხო და მომავალში თუ ამ ადგილზე მოვხვდები და დავგეგმავ აუცილებლად რომ მეც ვასაკმევდა ფეხსაცმელი, ეხლა ისეთი ფეხსაცმელი მეც რომ ძირი უსრიალებს რა, ანუ საერთოდ არ არის ლაშქრობისთვის ადაპტირებული. თან ანუ რაღაცა გამომიდება ეს, ამიტომ არ მეცვია საერთოდ. როგორც ტყეში სიარულის დროს ჭირდება ადამიანს. და პლუს მარტო ვარ. ხო და მგონი ეს დასრულური საქციელი იქნება, მაგრამ წინაზეც ესე გადავწყვიტე რომ უკან ბრუნდებით ხო. მე დავინახე გზა და გამოვაგრძელე კიდე იქიდან ძალიან შორს ვარ და კეთი კიდე მაგას გააკეთებ თუ ამ გზა რა დაინახო არ ვიცი ძალიან ისაცდურია აი ეგეთია ცხოვრება რა ცხოვრება ისეთია რაღაცები გვეჩვენება ხოლმე იმათ ცუდუნებად და მე ხან ცუდუნდებით ხოლმე ხან არა ხან ვფიქრობთ რომ ეს კარგი იყო რომ ისე გავაკეთეთ ხან ვფიქრობთ რომ არა ეს არ უნდა გავაკეთებია და დღესთან არასდროს ვიცი ამიტომ გულის გრძნობასაც უნდა მიყვე ხოლმე ალბათ ადამიანი და ასევე შეაფასო აქეთ და იქეთ რა ადევს ამ ჩემს საუბარში მივხვდი აქეთ დევს რაღაცა კმაყოფილება ადამიანის და იქეთ უსაფრთხოება და მე მგონი ყველა ვარიანტში უსაფრთხოება ავირჩიო და იმიტომ რომ აი სადღაც ძალიან სიცოცხლეზე ვარ და გზა როცა არ არის ანუ გზას თუ ვერ პოულობ და ისე მივდივარ იმედენი ნაშონპალა აქ რომ მგონია რომ მიწა არის მაგრამ ის ნებეში ფეხს ჩაადგავ და სრიალებ რა მყარი მწა არ არის მოკლედ ხო და საშიშია რა ისე გადაწყდა დამეშვები ხარ უკან ძოლიკეთი არანაირად არ დაბრუნდებოდა უკან ბოლომდე უნდა ჩააჭირო და მიდი და მე შეიძლება გაიჭედა და სახე აგეხეს და რაღაცა ნანო მაგრამ შეიძლება იმიტომ აკეთებდი რაღაცებს რომ ენანა და მოდი ხა გამოვალ მაგ პატერნიდან და თავის ულაპარაკები ან საინტერესოა მაგრამ ვიქრწინავ რომ მინდა გავაზიარო ხოლმე რაღაცები რადგან ვფიქრობ მithumetes როცა ბუნებაში ვარ და აქ მთელი გონება არის დამშვიდებული და არ ფიქრობს ყოველდღიურ რაღაცებზე ფიქრობს ესეთ რაღაც ცხოვრების საკითხებზე და კავშირებს უფრო მარტივად ვხედავ მაგას მინდება რომ ეს მარტო ჩემთვის არ იყოს და რაღაცებს უზიარებდი ადამიანებსთან ანუ იქნებ ეს ექსპერტად მოსული სურვილი რომ გადამეღო ვიდეო შეიძლება მოხდეს ამით ჩემ ცხოვრებაში და მართლა გაუზიარო ხალხს I don't know მაგრამ ეხლა ცოტა ბოდოში ხوار გადავედი აღმოჩნდა რომ 5 წუთი არ ვდგავარ 5 წუთი ნახევარი რაც ვიდეოს წერ და ესეც ეხლა არ არის სწორი საქციელი ან წინ უნდა წავიდე ან უკან უნდა წავიდე და უკან მივდივარ Bye. ვიცით რა სილამაზია, ანუ არ ჩანს კამერაში, საერთოდ არ ჩანს რა. საერთოდ ვერ აღიქვამს კამერა თუ რაოდენ დიდ რონ ადგილზე ვიმყოფები, საოცრება. ხოდა ან თან ლაპარაკი მინდა კიდე რაღაცები მახსენდება, მაგრამ ვერ ვივლით არ ვილაპარაკო. ძალიან ვერ ვილაპარაკი მეყურს, მაგარი კინა ვარ რა. ხოდა ერთ ვიტყვიდავს და არ ფიქრობდი რომ რა ლამაზია ახლა რომ ამოვდიოდი აქ ამ ტყეში ულამაზესი ხოა ეს ტყე და ეს ბუნება მაგრამ
როგორი კაცრია, იმიტომ რომ აი ეს უზარმაზარი ხეები არის უამრავი ჩავარდნილი, აი ახლა აქაც მაგის ის არის ბოლქვი არის და ქვემოთ აი ესე გრძელდება. ანუ თუჩა აი აგერ ახლა აი ესენი ვაღარი დაცემული და ანუ ეს რო რამენაირად შორი ახლოსაც კი შენს გვერდით რო ჩამოვარდეს ან რა ტერიტორია ჭირდება რომ არავინ არ დახვდეს რომ არავინ არ დააზიანოს ხო და მაგრამ ეგ ალბათ ხდება როცა ქარიან რამე იმედია წავედი ახლა აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი ნახოთ რა იქნება Look at the river and it's flowing down the rise like a tear going. დავწყვიტე რომ ეს ისტორია გაგზიაროთ და საბოლოოდ რაც მოხდა იმასაც აქვე მოვყვები რა სანამ წავედი ამ ტერიტორიიდან რომ გავთიშე იქ ვიდეო და 7 წუთი ლაპარაკობდი და თან აქეთ ვიტრიალე რომ მენახებია გარემო და გავთიშე აღმოჩნდა რომ საერთოდ დამოვიწყდა რომელი მხრიდან მოვედი და ისეთ ადგილზე ვიყავი რომ ქვემოთ დაბლობი საერთოდ არაფერი არ ჩანდა და თავიდან ვარ ვიცი რომ არასწორი გზით მივდივარ რაღაც რომ მიმართულებით წავედი და გზა არ ჩანს არა თუ გზა არ ჩანს ძალიან ცუდ ადგილებში ხვდები ისე რომ ვიჭედები და ფეხი მისრიალებს და რაღაცა ჩავცვლი და კინაღამ გადატეხი ხეს წამოვეცვი და მოკლედ ძალიან ესეთ ამბებში ვარ და უკვე ანუ უკვე ხვდები რომ რაღაცა ძალიან გავიჭედე მაგრამ მანდიდად პანიკა ტიპი არ ვარ და არ დავპანიკებულა მეთქი რა ვეხა ვიპოვე გზას რა მაგრამ ეს დავდივარ აქეთ იქით ვეპოვებ გზას ანუ ჩემი მიზანი რომ გზა მიპოვა დავაჭდე იმ გზას და გზით დავბრუნე უკან ვერ პოვლებ ამ გზას, შევხედე ტელეფონს და არის 6%-ზე, იდეაში powerbank-ი მაქვს, რომელიც სასწაულებრივად თურმე ამომივარ და ჯიბიდან გზად რომ მივდიოდი და ისე რომ უკან იმით რაღაცა გზა ამერეთ რაღაც და ისევე გზით ჩამოვედი და ნახე ვაგდიათ, არა იქ დარჩებოდა ეს powerbank-ი. ახლა და მაგრამ არ ისე არა კონტაქტური ეს არის რომ დააგებ და იტენება რა და ძალიან რთულად იტენება ხოლმე ისედაც და არ ტენის და ვფიქრე მეთქი ალბათ არ არის დატანილი თვითონ powerbank-ი და 6%-ია ტელეფონი ღამდება და არის სადღაც გამოკიდებული მთაზე მთის წვევაზე ფაქტობრივად და ვერ პოვლებ გზას თან მგონია რომ დავიწყო მოძრაობა გზის გარეშე უფრო არ არის უსაფრთხო იმიტომ რომ შეიძლება სადმე გადავივეწო ძალიან ცუდი ფიქსაცმები მაცვია პლუს ვერ ხვდები რა მიმართულებით უნდა ვიარო და ვინც დამკვაფი ხართ მთებში და გილაშქრიათ ამას შემდეგ გეცოდინებათ რომ ფერდობს რომ გაყვეს არ გაძლევს არაფერს იმიტომ რომ შეიძლება სხვაგან ჩახვიდე რა საერთოდ სხვა მიმართულებით ჩახვიდე და ან ძალიან ღელეში ჩახვიდე და იქ საერთოდ გაიჭედო და იქიდან საერთოდ ვეღარ გამოაგონო გზა და საერთოდ ის მეორე მხარეს მოხვდე სადაც შეიძლება დასახლება არავინ არ არის ანუ კურორტო ტერიტორია მარტო სასტუმროებია ხალხი არ ცხოვრობს ხოთემ გადავწყვიტე რომ ეს ამბობი უნდა გავაგებინო ვინმეს რომ გაჭედილი ვარ და უბრალოდ ჩემს საყვარელ მეგობარს რომელიც ეგრევე ანუ არ არის სპორტული ადამიანი და ეგრევეა მეტი თან მანამდე ხო გამაფრთხილეს აქ ტერიტორიაზე რომ მაშველი აღყოს და ეგ მახსოვდა კარგად არ არის სპორტული ადამიანი მოკლედ და ეს იმპულსურად ეგრევე მეგონა რომ მიდიოდა აქეთ და მეთქი ეს რო აქ მოხდეს უეჭველი რამე მოუვა ანუ ჩაილეწება ან რა დაიცემა ან ვერამ იქამდე შანსი არ იყო რა მოვიდოდა რა ისეთი გზები გამოვიარე და აქ მარტო მოხდებოდა ადამიანი რომელმაც გზა იცის და ადაპტირებულია ლაშქრობებში და ასე შემდეგ ხო და მოკლედ მითხრა რომ ვიღაცასთან ერთად მოდიოდა ადგილობრივთან მაგრამ მე არ დავუჯერე რატომღაც ძალიან მინერვიულე რომ მეთქი ეხა ეს თუ ამ გზას შევდგავს ანუ დამერხა ანუ ცუდად რავია ვფიქრობდი რომ შეიძლება მოკვდეს არ ჩაილეწოს და ეს ჩემი ბრალი იქნება და გავგიჟდებოდი ალბათ
ხო და ამასობაში და კიდევ ვცდილობ მაკროს ტელეფონი რაღაცნაირად დავუტანო და რა ხდა ჩაერთო რა. ნუ ერთი ეგ იყო რომ დავრეკე ეგრევე და უთხარი რომ მეთქი ტელეფონი ჩაერთო არ ინერვიულო. და მანამდე თუ ფიქრობდი რომ როგორ დაბინდებოდა და როგორ დაველოდებოდი ერთ ადგილზე დამჯდარი მაშველის მოსვლას, იმიტომ რომ ჩემთვის განძრევა უფრო საფრთხე შემცველი იყო როგორც მაშინ გადავწყვიტე. იმ მომენტში როცა მივხვდი რომ ეს შეიძლება მარტო მოდიოდეს აქ ამ ტყეში მივხვდი რომ არ უნდა გავჩერდე რა რაღაცა უნდა ვიცადო რომ იქიდან გამოვახციე და თან ის რამდენიმე წუთის შიშმარად შემიპყრო ხო ანუ შიშისგან ჩავიკეტე და ვამჯობინე რომ გავჩერებული ვიყავი პანიკაში არ ვიყავი ვამზადებდი ჩემ თავს იმისთვის რომ ღამე აქ დაღამდება ეხა და მაშულები მოვა ადრე თუ გვიან ვიღაცა მოვა ხა ეგეთ ძალიან იმაშიც არ ვიყავი ძალიან სადღაც კლდეს მწვერვალზე და ვიღაცა ხო მიშველის ბოლოს და უბრალოდ მოვემზადო იმისთვის რომ ღამე აქ უნდა ვიყო დაბინდებულზე. მაგრამ როგორც თქვი, ის ფაქტორი რომ ჩემი მეგობარი დაიძრა ესე გიჟივით და მოდიოდა ჩემკენ, მაგან გადამალახნა აბსოლუტურად ყველაფერში. ავდექი ვთქვი რომ მეთქი ქეთი, ეხა მოდი რაციონალურად ვიფიქრე. ეს იყო შეთვის კარგი მაგალითი, რომ ამას აღარ გააკეთებ ცხოვრებაში აღარასდროს და ისე რაღაცა სწრაფვით, რაღაცის სურვილის და იმპულსების გამო არ წახვალ და უფრო დაფიქრებულად იცხოვრებ მომავალში. და მეუბნები სამყაროს ღმერთს თუ რა ვიცი, მე ესე ვლაპარაკობ თუმცა ახლა აქ ეს გამეჭრა გზად. რომ მეთქი, მადლობა, რომ ესეთი მაგალითი მივიღე, იმიტომ რომ მე მჭირდება ეგეთი რაღაცები, რაღაც ეს უშიშრობის და რაღაც ძალიან აზარტულობის გამო საფრთხეში ვიგდებ ხოლმე ჩემ თავს. ხო და მეთქი ამას მივიღებ მაგალითად, ეხლა მოდი დამანახე გზა, ანუ საით უნდა წავიდე და მე მეთქი არ მეშინია, ვიცი რომ აქედან გავალ, ანუ მე ჩემ თავს ვამხნევებ და ვეუბნები რომ მე ვიცი რომ აქედან გავალ და არ მეშინია არაფრის, ან ბოლოს და ბოლოს გზას ვერ ვიპოვი, მაგრამ ისე ჩავალ ამ იმაზე მთაზე, ხო, ანუ რავი, რამეს ვიზამ რა. და მეთქი, ოღონდ გზა დამანახე რა, სამყაროს ვეუბნები, ღმერთს ვეუბნები რომ გზა დამანახე, ანუ საით წავიდა. და ჩემ თავს ვეუბნები რომ ჯერ ეხა რომ გზას ვიპოვი, მოკლედ ამ იმაში ვარ თვით რწმენების განმტკიცებაში და თან აქეთ-იქით მივდივარ რა და უკვე ანუ ფეხსაცმელები კარგად შევიკარი, ეს ტანსაცმელი კარგად, რომ არაფერზე არ გამომედოს, იმიტომ რომ საშინელი ადგილი იყო. და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ან სადმე ჩავარდნილი ყავი, ან რაღაცას გამოდებოდი და მოკლედ და მაქსიმალურად ვცდილობ უსაფრთხოდ რომ ჩავიდე ქვემოთ და ანუ აქეთ-იქით ყურებაში ვხედავ ერთ შენობას, რომელიც ვიცი რომ ამ ტერიტორიაზე დამინახავს ერთ თეთრ დიდ შენობას. და მეთქი ვსო რა, ანუ სწორ გზაზე ვარ, რაც მთავარია. აი უკან რაც არის ის თეთრი შენობა დავინახე. პატარა ნაგლეჯი ეს კუთხეში ისიც ერთი მოვლანა და მე დამეკარგა. და დავურეკავ ჩემ მეგობარს რომ არ გაინძრე, ჯერ მანამდე ყვიროდი, სახას ყვიროდი, რომ დარწმუნებული იყო რომ უსაფრთხოდ ვარ და იმას ესმოდა ეს ხმა, მაგრამ საიდან მოდიოდა ეს ხმა, მაგას ვერ ხვდებოდა და თაში ხო ეს რაღაცა იქმნება და ვირიგებდა რა. მაგრამ ხმა რადგანაც ესმოდა, ესე იგი სადღაც სწორად ვარ თქო ვფიქრობდი. მე რო უკვე შენობაც დავინახე და პირდაპირ ეს რეალით უკვე გული მქონდა გამაგრებული და მოცემული რომ სწორი მიმართულებით მივდივარ, ძალიან რთული მომენტები გამომიარე, ისევე ეს ჩალეწილი ხეები, რაღაც ხეზე აცოცება მომიხდა და ამ ხეზე გავლა და ან მოკლედ არც მახსოვს ნორმალურად რა გზები გამოვიარე, მაგრამ ბედნიერი ვიყავი რომ სწორ გზაზე ვარ, ის ადამიანი საფრთხეში არ ჩავაგდე და რავი ძალიან მალე 15 წუთში ამ სირბილე თამთაზე ჩამოვედი და დავინახე ესენი რა ქვია ვარდები კი არა კაცო ყვავილები ულამაზესი იასამისფერი ყვავილები იყო და ეგ ყვავილები დავინახე მტრ ქვემოთ არის და ზემოთ აღარ იყო ეს მეთქი უკვე ძალიან ახლოს ვარ სამშვიდობოსთან და ძალიან ის იყო საინტერესო იყო მთელი ეს პროცესი და გამოცდილება ჩემთვის ანუ მე ეს ისე მივიღე როგორც გამოცდილება და არა როგორც რაღაცა ცუდი შემთხვევა რა ძალიან ბევრი რამე აღმოაჩინა ჩემ თავში, ძალიან ბევრი რაღაცას გონია რომ სხვანაირად გავაკეთებ მომავალში და ძალიან საჭირო იყო ამ ეტაპზე ჩემთვის მსგავსი რაღაცა რა. ერთი ის რომ მიმახვედრა არ ღირს რაღაცების გარისკვა
და არ არის საჭირო, არ ვარ ვალდებული, რომ რაღაცეები ბოლომდე გამომივიდეს და ამ მცდელობის გამო მე მეც საფრთხეში ჩავიგდო თავი და სხვაც რა, ანუ რეალურად მარტო მე კი არა, ის ადამიანები, ვინც ჩემკენ მოდიოდნენ, ისინიც საფრთხეში ვარდებოდნენ და ეს ძალიან კარგი იყო, რომ ეს ნათლად დავინახე. და მივხვდი, რომ უსაფრთხოება არის მთავარი, სხვა არაფერს ცხოვრებაში ადამიანები რაღაცა მიზნები იქნება ეს თუ ლტოლვა ჩვენი სურვილების, არ უნდა მივსდიოთ ამ ემოციით და რაციონალობა უნდა შევინარჩუნოთ. ეგ იყო ჩემი გაკვეთილი, მოკლედ ეს რაღაცა ნაკაწრი რომ დამრჩა სიმბოლურად საინტერესოა. და ამ ადგილზე წარმოდგენა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ შემიცვალა. ბიჟდები შემიცვალა, სამსაიმე არის ჩემი რაღაცა. ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა, რა ძალიან მისტიური არის და ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი. და ისეთი დღეები გავატარე ზუსტად, როგორი დღეებიც გავატარე. ზუსტად ის ყველაფერი, ეს მომენტი და ეს წამი რაც აქ გავიარე, იყო საუკეთესო. მართლა გუშინ ზიპლაინზე ავედი, აი ახლა ზიპლაინზე ვარ, ზიპლაინის ადგილი აქაც. გუშინ აქ რო ვიყავი, ხალხი ეშვებოდა, აქ მეორე ტრამპლინი არის და მეორე სტეპიდან აქედან მიდიან რა. ხო და მთავარი არის ძალიან ზემოთ, აი იქ სუსუმთაზე, აი ზედამწვერვალზე მოკლედ. ანუ მეთქი ანუ შეშსართან მქონდა თავიდან და რო ავედი იქ მივხვდი, რომ ძალიან შემეშინდა და არ დავაწადე ჩემ თავს რა. მეთქი ანუ არა უშავს, ესე იგი ახლა არ ვარ მზად. როდესმე ალბათ თუ ამის სურვილი და მზადება მექნება გავაკეთებ ამას და თუ არც მექნება მაგასაც არ უშავს, იმიტომ რომ არ ვართ ვალდებულები კიდევ ერთხელ გამიმოვიდები რომ ყველა შიში გადავლახოთ. ან იმ დროს დავაძალოთ, როცა არ ვართ მზად. როცა ამის დრო იქნება, მაშინ გავაკეთებთ შიშის გარეშე. და გადავიხვის გარეშე თავისუფლად და მივხვდი, რომ ყოველთვის მე გავაკეთოთ ესე, როცა მზად ვართ და არა ძალისმიერად. რომ აი მიაწოვე და მიდი და რაღაცა და აი შეგიძლია, ანუ კი რა თქმა უნდა, ეს გამხნევება ხა მეც გუშინ გამხნევებამ, ჩემი თავის გამხნევებამ ძალიან დიდი ძალა მომცა, მაგრამ ეს იყო ის, რაც აუცილებელი იყო, მე აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყავი უკან, სხვა გზა არ იყო, იქ ვერ დავრჩებოდი და ის, რაც აუცილებელი არ არის, როგორც მაგალითად ზიპლაინით ჩამოსრიალება, ანუ არანაირად აუცილებელი არ არის, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არ ღირს თავი დავისტრესოთ. ეს პირობითი არის ხა ზიპლაინი ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცა ეგეთი გვაქვს ხოლმე, პირად ურთიერთობაში იქნება თუ სხვებთან თუ ასე შემდეგ. არ ვართ ვალდებულები, რომ ჩვენი თავს მივაწვეთ და ამითი შეიძლება უარესი გავუკეთოთ. ანუ ის თუ მე ხა არ ვიყავი გუშინ მზად ზიპლაინისთვის, არ გამორიცხავს, რომ როდესმე ვიქნები და ამის გავაკეთებ. მაგრამ მე რომ ეს ძალისმიერად გამეკეთებინა, შეიძლება ისე შემშინებოდა, რომ ეს ყოფილიყო ჩემი კოშმარული გამოცდილება და სხვა დროს აღარასდროს აღარ მომდამებოდა ამის გაკეთება. და ამ შემთხვევაში როცა არ გავაკეთე ეს, ჯერ კიდევ ვუტოვებ შანსს ჩემ თავს, რომ ეს შეიძლება მომავალში ჩემი საყვარელი აქტივობა გახდეს. ეგ არის. ეხლა ვარ საოცარ ადგილზე კვლავ, ანუ ჩემ ადგილზე. და რადგანაც დღეს არის წვიმიანი ამინდი, მთელი ღამე წვიმდა და ნისლია, მგონია რომ სულ სხვა რაღაცას ვუყურებ, იმიტომ რომ სხვანაირია დღეს ეს. მზის გარეშე, ნისლში სხვანაირი გარემოა. და მიხარია რომ ორივე ვნახე. ეხლა აქ ზივარ. ცოტა ხანი ვიქნები. მუსიკას ჩავთა, შეიძლება ცოტა მედიტაციაც გავაკეთე და მივდივარ დღეს აქედან. ბედნიერი იქნება ძალიან.